ახალი არჩევნების შესაძლებლობა საქართველოში განხილვის მთავარი თემა ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენლების მხრიდან როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში. ამის შესახებ საუბრდნენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიას, რომელიც თბილისში ხაზგასმით იმ დათქმით ჩამოვიდა, რომ ვიზიტი ხელისუფლების აღიარებას არ ნიშნავს. ძალადობასა და ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების მიმართ საპასუხო ზომებზე ელაპარაკა ბრიუსელში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა. მარტა კოსის თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ. ლუკა ხაჩიძე ვრცლად ევროპული განხილვების შესახებ. Yaxsop, ამ ფორმატში ევროკომისარს მოუწია კრიტიკის მოსმენაც დეპუტატებმა უთხრეს, რომ რეჟიმის ნაბიჯების საპასუხოდ მიზანში მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების ამოღება არის არასაკმარისი. ევროპარლამენტარების თქმით, ბლოკმა უნდა მიმართოს პერსონალური სანქციების მექანიზმს და შტატების მსგავსად შავ სიაში შეიყვანოს ოლიგარქი ივანიშვილი. საგარეო კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ახალ არჩევნებს, რომელიც ქართველი ხალხის რეალურ ნებას გამოხატავს და მოწოდებებიც მოვისმინეთ, რომ ბლოკმა რეჟიმზე ზეწოლა გაზარდოს ამ მიზნის მისაღწევად. მარტა კოსმა ამ ფორმატში დაადასტურა, რომ უკვე შევიდა ძალაში და ბლოკმა რეჟიმს 100 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა, თუმცა ეს არაა ერთადერთი ცუდი ამბავი ოლიგარქის გუნდისთვის. ევროკომისარმა პირობა დადო, რომ საქართველოს საკითხი მისთვის პრიორიტეტული იქნება, რაც კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯების ანონსად უნდა აღვქვათ. საქართველოში არსებული სიტუაცია არის შეხსენება, რომ ევროკავშირში წევრობის გზა ადვილი არ არის, რომ შეიძლება იყოს უკუსლა და ის მართლაც ხდება. ძალიან დასანანია, რომ ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციისგან დაშორებას. ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის არჩევანი არის კონსტიტუციაში ჩადებული ვალდებულება და ისინი ყოველღამით გამოდიან ქუჩაში, რადგან აშკარად სურთ მისი გაგრძელება. ხელისუფლების ქმედებები, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ სრულიად მიუღებელია. კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს ხელისუფლება. განვიხილავთ თანხების გადანაწილების შემდგომ ცვლილებასაც. რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ ადგილობრივი ამბავი არ არის. ქართული ოცნება, რომელსაც ქართულ კოშმარსაც უწოდებენ, სასოწარკვეთილი ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას. ქართულმა ხალხმა დაიწყო დებიძინიზაციის პროცესი და ისინი გააგრძელებენ ამას. ქუჩაში გამოსულმა ხალხმა გვითხრა, რომ არასდროს დანებდებიან და რომ საქართველო არასდროს გახდება რუსკი მირის, რუსეთის ფედერაციის ნაწილი. მეორე საკითხი სანქციებია. გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილს დაუწესეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის განადგურებისთვის რუსეთის სასარგებლოდ და ბოლოს ახალი არჩევნები. დროა დავიწყოთ ფიქრი გეგმის მომზადებაზე, როგორ დავეხმაროთ ქართულ ხალხს მოპარული ხმების დასაბრუნებლად. სხვა არჩევანი არ არსებობს. თვეებია, ქართველი ხალხი უპრეცედენტო რაოდენობითაა მობილიზებული და აპროტესტებს რეჟიმს, რომელიც უახლოვდება რუსეთს საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. რადგან საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პროევროპელია. ისინი გთხოვენ მხარდაჭერას და ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ. მაშინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოლიგარქ ივანიშვილს, ევროპული საბჭო მხოლოდ ქართველი მაღალჩინოსნების დიპლომატიური პასპორტების გაუქმების გეგმას ადგენს და ეს საკმარისი არ არის. ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსავალი, განხილვის თემა იყო თბილისშიც. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ეს საკითხი განიხილეს პასეს მომხსენებლებთან, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ. თბილისში შეხვედრები დაიწყეს არასამთავრობოებთან აუდიენციით და რეჟიმის სისასტიკის შესახებ მოისმინეს დაზარალებულებისგანაც. პასეს მომხსენებლები თბილისში ჩამოვიდნენ დათქმით, რომ ეს შეხვედრები, მათ შორის ოცნებასთან, არ ნიშნავს რეჟიმის ლეგიტიმაციას. ვუთხარი, რომ თუ ამ ხელისუფლებას ეწინააღმდეგები, ამ შემთხვევაში შენ გამოძიებით ვერ სარგებლობ. თითქმის 2 თვე გავიდა ჩემზე თავდასხმის დრიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეუბნება, რომ ჯერ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ, არავინ გამოუკითხავთ, ერთი შალი განცხადებაც კი არ გამოუქვეყნებიათ Facebook-ზე. ეს ვუთხარი და ვუთხარი, რომ ასეთია ივანიშვილის ოცნების საქართველო, სადაც ჩვენ მის კრიტიკოსებს ადამიანის უფლებები არ გვაქვს და ჩვენ ვართ დაუცველები. მე ვაჩვენე პირადად
ჩემზე თავდასხმის ვიდეო ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საპასუხოდ თქვა, რომ შოქშია. მათ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ასევე აქციების დროს და მის შემდგომ პერიოდში დაშავებული ჟურნალისტების ნაწამები ადამიანების შესახებ, არასათანადო მოპყრობის, ძარცვის, დაკავებულების ძარცვის შესახებ რეჟიმი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და მიმდინარეობს რეპრესიები ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან. ანუ თითქმის ყველა ინსტიტუტი ეს იქნება სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, თბილისის მერია, საჯარო რეესტრი, მთლიანად იუსტიციის სამინისტროს ძალიან ბევრი სიპები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სხვა საჯარო დაწესებულებები არიან ჩართულნი განსხვავებული აზრის პროევროპული, ასე ვთქვათ, ღირებულებების მქონე მოქალაქეების რეპრესიებში. ამ შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა გვითხრეს, რომ პასეს მომხსენებლები გეგმავენ შეხვდნენ რეჟიმის პატიმრებს ანდრო ჭიჭინაძეს და ზვიად ცეცხლაძეს, მიიღებენ თუ არა ისინი იუსტიციის სამინისტროს საშუალებას, ანუ თანხმობას, პასუხს უწყებიდან ამ დრომდე ველოდებით.